სწრაფი გზავნილით მოვედი შენთან. პირველ რიგში სულ ახლა გამუდმებით იმის ფიქრში ხარ, კომფორტულ ცხოვრებაზე, ფინანსებზე, სტატუსზე, შემოსავალზე, რა გელოდება წინ. აი ამას ფიქრობ, ატრიალებ შენს გონებაში, ატრიალებ რა იქნება შენს ცხოვრებაში. ეჭვებში ხარ სხვათა შორის, აი ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ გიღალატეს, შენი ნდობა ცუდად გამოიყენეს, შინაგანი აგრესია არის. მტრები გყავს სხვათა შორის კი ძალიან ბევრი ცდილობს იმას, რომ არ მიაღწიო შენს ოცნებას, შენს მიზანს, რატომღაც შენს რეპუტაციის შეფღალვაზე ფიქრობენ, სამსახური დაგაკარგვინონ. აი შენს მენტალზე ახდენენ გარკვეული სახის ზეგავლენას. ვიღაცისთვის ეს არის გარეპირები, ვიღაცისთვის ეს თავად ხართ თქვენ, რომელიც არ აძლევთ საკუთარ თავს რეალიზების საშუალებას. აქ არის სამკუთხედებზე საუბარი. აქ არის ადამიანი, რომელსაც უღალატეს, მეგობარმა, მეუღლემ, საყვარელმა ადამიანმა, შულმა შეუსაბამეთ თქვენ სიტუაციას. აქ არის ადამიანის ენერგია, გაშიშვლებული გული და სულის ტკივილი არის აქ. აქ არის სული, რომელიც ფიქრობს და დაეჭვებულია. არის თუ არა ცხოვრების გზაზე მისთვის იმედი. კვლავ აქვს თუ არა დარჩენილი სურვილი იმისა, რომ გააგრძელოს ეს გზა და ცხოვრება. ძალიან ბევრი თქვენგანი ეჭვებშია, აგრესიაშია. არ გამოსდის სამსახურში ურთიერთობების დალაგება ხელმძღვანელთან, არ გამოსდის პირად ადამიანთან, რაც არ უნდა ეცადოს, ხო? თითქოს ძველი სცენარები მეორდება, გესმით? აი რაც არ უნდა ეცადოთ, თითქოს ბლოკში ხართ და ეს იწვევს თქვენგან აგრესიას. ვიღაცა შურისძიების მიზნით არის, რადგანაც მაგათად მეგობარმა უღალატა, საყვარელმა ადამიანმა გადკინეს. აი აქ არის ტკივილის ენერგია, რომელიც თქვენზე არის დამოკიდებული, რაში ტრანსფორმირდება. კი, თქვენ გაიგეთ სიმართლე და ახლა არის ცოდნა თქვენს ხელში. ეს ენერგიაც, ეს ტკივილიც, ეს შიშიც, ეს ვიღაცისთვის იმედიც, რომელიც ტკივილი გაძლევთ თქვენ იმ ენერგიას, რომ იაროთ წინ. ეს არის დაფარული ცოდნა. ძალიან ბევრს ფარდა აეხადა და აეხტება თქვენს ირგვლივ ნიღაბი აზრებათ ადამიანებს და რას გაძლევთ თქვენ ეს? გაძლევთ ენერგიას იმისა, რომ შეცვალოთ თქვენი გარემო, გააკეთოთ სწორი არჩევანი და მიხვდეთ, სად ხართ თქვენ, ვინ ხართ, რა გსურთ, ვინ იყვნენ ამ ეტაპზე თქვენ ცხოვრების წლების, თვეების განმავლობაში, ვიღაცა შეიძლება საათების განმავლობაში, ხო, ვინ იყო თქვენს გვერდით? ხო აეხადა ნიღაბი. ან თქვენ ახლა ხომ იცით ვინ ხართ და რა გინდათ, რაზე ხართ წამსვლელი? სად ხართ და სად შეიძლება რომ იყოთ? ანუ ნუ გეშინიათ. ტკივილიც არის ტრანსფორმაცია. ტკივილი არ არსებობს დაუსრულებელი. ახლა მიმდინარეობს ზუსტად წმენდა თქვენი გარემოს, თქვენი შინაგანის, ფიქრების, ოცნებების, მიზნების. ვიღაცა არასწორ კომპანიაშია, არასწორ ადამიანებში ხართ და ამას გაჩვენებენ. გასწავლიან თქვენი მფარველები, გასწავლით სამყარო. წლის ბოლომდე, ზუსტად რაღა დარჩა თვის ბოლომდე, განდეგილის ენერგია და ახალი წელიწადის ენერგიები. თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ განაახლოთ თქვენი ცხოვრება. დაიბრუნოთ თქვენი სტატუსი, გაიუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, თქვენი სახელი, თქვენი სტატუსი, დაიხვეწოთ სადაც ხართ, ახალი მიზნები დაისახოთ და რაც მთავარია, იშრომოთ ამისთვის. უკან აღარ მოიხედოთ, აღარავის აღარ შეედაროთ, მხოლოდ შეედარეთ საკუთარ თავს, რომ იყოთ უფრო უკეთესი, ვიდრე იყავით წინა დღეს. გესმით? სხვას არავის არ უყუროთ. თქვენს გზას მიხედეთ და გამოჭედეთ თქვენ თვითონვე საკუთარი ხელებით თქვენი პირადი ბედნიერება ახალი წლიდან. ვინც წავა დატოვეთ და აირჩიეთ მხოლოდ ის, ვინც აგირჩევთ თქვენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნება თქვენთვის გასაღები. კომფორტის, სიმდიდრის, სიბრძნის, მატერიის და სულიერების. გაერთიანებული, რათა პირველ რიგში ამაყოთ საკუთარი თავით და დატკბეთ იმ ნაყოფით,
რასაც დასთესთ. მიიღეთ ეს სწრაფი გზავნილი სასიკეთოდ, მე მჯერა თქვენი.